ყოველდღიურად თქვენ იცით რომ ყოველდღიურად შეთანხმება არის არხის ხელმძღვანელობასა და პირველი არხის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო. თქვენ იცით რომ ყოველდღიურად შეთანხმება არის არხის ხელმძღვანელობასა და პირველი არხის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის დღევანდელი შეთანხმების მიხედვით ჩვენი ეთერი დაეთმობა გია კამკამიძეს, ალერგოლოგ იმუნოლოგს, რეზო ბოჭორიშვილს, მიან გინეკოლოგს, სოფო კილასონიას, ხელოვნებათმცოდნეს და განათლების ექსპერტს მარიამ დალაქიშვილს. მოგესალმებით. მოგესალმებით. მიმდინარე პროცესებზე საუბრით რომ დავიწყოთ, ვიცი რომ თქვენც ამ თემაზე გსურთ საუბარი, ხედავთ რომ აქცია გრძელდება პარლამენტთან რუსთაველის გამზირზე და ასევე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა ბოლო დღეების განმავლობაში. როგორ გესახებათ ამის შემდეგ უკვე პროცესების განვითარება, იმდენად რამდენადაც ხელისუფლება ამბობს, რომ რევოლუციის კიდევ ერთი მცდელობა უკვე აღკვეთილია და ყველანაირი საფრთხე არის განეიტრალებული. მაშინ მე დავიწყებ. ესე იგი როგორ განვითარდება მოვლენები, ეს მედიცინაშიც არის მსგავსი სიტუაციები, როდესაც რაღაც სიმპტომები გროვდება, უკვე ვიცით როგორ შეიძლება განვითარდეს დაავადება, როგორ შეიძლება ის დასრულდეს, რა მეთოდებია ამის მკურნალობის და ეს სიტუაციის განვითარება ძალიან წააგავს ბელორუსიაში სიტუაციის განვითარებას. მე კოლეგებთან მქონდა ურთიერთობა ბელორუს კოლეგებთან, რომლებიც ზუსტად ასე გვიყვებიან, რომ მსგავსი განვითარება იყო რეპრესიები, სახლში ჩხრეკა, დაჭერა, მაგრამ მე ახლა როგორც ექიმმა მინდა გავამახვილო ყურადღება ერთ საკითხზე, ეს არის ექიმებთან მოპყრობა. და ზუსტად ამის გამო დამიკავშირდნენ ბელორუსი კოლეგები, რომ ზუსტად ასევე პირველ ხაზში და პირველი დარტყმა მიიღეს ექიმებმა ბელორუსიაში, ზოგი ციხეში აღმოჩნდა, ზოგმა ქვეყანა დატოვა. რატომ? იმიტომ რომ ექიმები არიან ისინი, ვინც პირველი ესწრებიან, ვინც ნახულობენ იმ დაზიანებებს, იმ შედეგებს ამ დარბევების და ეს ერთის მხრივ არის ექიმების დაშინების მეთოდი, მეორეს მხრივ არის ზოგადად ექიმები მაინც ცნობადსახეებია და ზოგადად ასე ფსიქოლოგიური ზეწოლის მეთოდი და სწორედ ჩვენ გვაქვს მაგალითი, აი ესეთი ჩვენი კოლეგის ვატო გვაზავას მაგალითი, რომელიც იქ დახმარებას უწევდა დაზარალებულებს. დიახ, და შემდეგ, როდესაც ახსენა რომ ექიმია, რაც ბუნებრივია, მე შეიძლება ვახსენო რომ ექიმი ვარ, თუმცა ახლა აღარ ვახსენებ, ვინაიდან სწორედ ამის შემდეგ სპეციალურად ზუსტად ამის გამო რომ ექიმია ძალიან მძიმედ სცემეს და ნახეთ რა მდგომარეობაში არის, სურათები ალბათ ყველამ ნახა და სწორედ ეს არის ესეთი მაგალითი, რომელიც ძალიან წარმოუდგენელი არის. არსებობს რაღაც კონვენციები, არის ჟენევის კონვენცია 57 წლის, უამრავი სხვა კონვენციები, რომელიც ექიმს იცავს ნებისმიერ სიტუაციაში, ექიმი უნდა იყოს ნეიტრალური, ექიმი უნდა იყოს მიოკორზებული, იგივე ექიმი მკურნალობს იმ რობოკოპებს, ეს არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება, ეს არის დიახ, რა თქმა უნდა, ეს ჩვეულებრივი ჩვენი კოდექსი არის, ამიტომ წარმოუდგენელია, რომ ექიმზე ზუსტად იმის გამო რომ ექიმი არის, ამის გამო მოხდა რეპრესიაში. ეს არის ყველანაირი ნორმების დარღვევა და ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ჩემთვის ძალიან თვალშისაცემია, ვინაიდან მე მუშაობ საფრანგეთში 30 წელი, მოგეხსენებათ, საფრანგეთში სულ გაფიცვებია, სულ გამოსვლებია, ყვითელი ჟილეტების ამბავი ყველას ახსოვს, იქ ერთი წლის თავზე მიიღო რაღაც ძალადობრივი ფორმა ამ გამოსვლებმა, მაგრამ მაშინაც კი, როდესაც იყო შეტაკება პოლიციასთან, არ ყოფილა ისეთი სცენები, რასაც თბილისში ვუყურებთ, უკვე მესამე თუ მეოთხე დღეს დაიწყო და რაც თავარია, ეს არ არის სისტემური, ეს არის რაღაც გადახრები, რაც არსებობს, ყველა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს, მაგრამ ავტომატურად ირთვება რაღაც პროცესი გამოძიების დაშის ყველა ის, ვინც მონაწილეობდა ამაში, სამართალდამცველი, ის ჩამოშორდება. მე გაირკვევა იქ რა მოხდა, როგორ მოხდა, მაგრამ ის ჩამოშორდება და ყველა მიცის, რომ ის დაუშლილი არ დარჩება, იმიტომ რომ გამორიცხული ასე აწყობილი დემოკრატიულ ქვეყანაში სისტემა, ხო? ეხლაც არის გაფიცვა ფერმერების
ზოგჯერ მიდიხარ გზა გადაკეტილია, მაგრამ ეს არ იწვევს არაფერს, იქ პოლიცია დგას, რომ გზა დაარეგულიროს და გადაკეტილი გზა შეიძლება ნაკელით გადაკეტონ გზა, მაგრამ ამის გამო იმათ არავინ არ არბევს, ავტოსტრადები იკეტება და ასე დარბება და ძალით გაგდება, ასეთ რაღაცა არ ხდება. ნუ ეს უბრალოდ იმდენ თვალშისაცემია, რომ არ შეიძლებოდა ამაზე არ მეთქვა. მეორე საკითხი ასევე სამედიცინო სფეროდან, სულთა სამედიცინო სფეროდან, მე მგონი ყველამ ნახა და აი ჩვენ რომ მოვედით აქაც იყო სიუჟეტი თქვენი ტელევიზიით 20 წლის ახალგაზრდაზე, რომელსაც 35 საათი არ ქონდა კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, კონკრეტულად რა გაუკეთა მანამდე არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც ამის მერე სასამართლო დაიწყო, ის სასამართლო ვერ დასრულდა, იმიტომ რომ ცუდად გახდა და მაშინ გადაიყვანეს პირველად კლინიკაში და ისეთი ფაქტები, იცით, ძალიან ძნელად აღსაქმელი არის, რომ დაპირდა მოსამართლე, რომ გამოძახებული იყო სასწრაფო დახმარების მანქანა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არა, რაღაც კვადროციკლი იყო მოყვანილი, არც ვიცი რა არის ეს კვადროციკლი, ფაქტია, რომ ვერ გადავიყვანდნენ ამითი, ისეთ მდგომარეობაში იყო და მაშინ შესთავაზეს ოჯახს, რომ საკუთარი ხარჯებით გადაეყვანათ, მკურნალობა წარმოუდგენელია ასეთ რაღაცეები. სპეციალურად ნახე, არსებობს სტამბულის ასეთი პროტოკოლი 89 წელს არის ხელმოწერილი სხვადასხვა ქვეყნების მიერ 2016 წელს საქართველოს შეუერთდა ამ პროტოკოლს და ეს პროტოკოლი სტამბულის აწესრიგებს პენიტენციურ სამსახურებში სამედიცინო მომსახურეობას და იქ წერია პირდაპირ, რომ როდესაც არის დაკავება პირის დროებით იზოლაციის ადგილას, თუ იმას აღენიშნება დაზიანებები, პირველი იწყება სამედიცინო დახმარებით და ეს არის ვალდებულება სახელმწიფოსი სამედიცინო დახმარება დაიწყოს, დანარჩენის გარკვევა იწყება შემდეგ. აქ კიდე პირიქით მოხდა ისიც ცუდად იყო და იმიტომ გადაიყვანეს კლინიკაში. ამიტომ ეს არის ისე დარღვევები ნორმების, რომ ამაზე რომ არ გავამახვილოთ ყურადღება როგორც ექიმებმა, როგორც მოქალაქეებმა, ძალიან ძნელია. ძალიან ძნელია. ეს არის უბრალოდ ყოველგვარი ადამიანური ნორმების დარღვევაც და ამაზე მინდოდა მეთქვა. და ძალიან საინტერესო ის არის, რომ როდესაც ეძებ ინფორმაციას, მე ასე ვარ მიჩვეული, ჩემით ვეძებ ინფორმაციას კიდე, სამდამოძებნოთ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე. ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე არის სატესტო რეჟიმი წერია, იქ ინფორმაციას ვერ მოძებნი, Facebook გვერდზე რო შეხვალ, არის 3 დეკემბრის ინფორმაცია, მარტო მშრალი ინფორმაცია ამდენი ჰოსპიტალიზებული, დეტალები არ არის და ეს ძალიან ძნელად აღსაქმელია და მე ძალიან კარგად მახსოვს 9 აპრილი და 9 აპრილის შემდგომი დღეები და ძალიან ძნელია რომ არ გაიხსენო ირაკლი მენაღარიშვილის სახელი, რომელიც ძალიან კარგად ახსოვს საზოგადოებას, მაშინ არც Facebook-ი იყო, არც სოციალური ქსელები არ იყო და ბატონო ირაკლი ყოველდღე ინფორმაციას იძლეოდა დაზარალებულებზე. ამიტომ ეს ყველაფერი ისე ძნელად აღსაქმელია ვიმეორებ ექიმისთვის, მოქალაქისთვის, როდესაც ხედავ რომ ირღვევა ელემენტარული ნორმები უბრალოდ ქცევის. ბატონო გიორგი, ანუ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის კუთხით რომ განვაგრძოთ საუბარი, ანუ რამდენად ადვილად არის ხელმისაწვდომობა, ვთქვათ, იმ დაზიანებებთან დაკავშირებით, რომლებიც მიიღეს აქციის მონაწილეობა და რომლებიც გადაიყვანეს კლინიკებში. Ანდრია, ну პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ახლა საქმე გვაქვს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისთან, რასაც უყურებთ, რასაკვირველია, ინფორმაცია ფაქტიურად არ არსებობს, საჯარო ინფორმაცია, არის მხოლოდ მშრალი სტატისტიკა, რამდენი ექიმების კომენტარები, რომ კეთდება, ვთქვათ, აი რეპორტაჟებისთვის, ეს გასაგებია, მაგრამ ეს არის ძალიან ისეთი ეპიზოდური მონაცემები, რომლებიც უნდა იყოს შეკრებილი, სისტემატიზირებული და ყოველდღიურად პერმანენტულ რეჟიმში უნდა მოხდეს ამის ინფორმაციის გავრცელება, მათ შორის პირველ რიგში საზოგადოებრივი საშუალებით, იმიტომ რომ ეს არის საზოგადოებრივი ისე ვიტყვით ჯანმრთელობის თემა, რაც პირველ რიგში ეხება ჯანდაცვის სამინისტროს და ჩვენ გვაქვს ასევე დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის უზარმაზარი ცენტრი, ხო? მისი ძალიან ბევრი თანამშრომელი დღეს
შემოუერთ და გაფიცვას ეს არის პროტესტი უფრო სწორად და მათ განაცხადეს რომ არ ეთანხმებიან იმ პროცესებს რომელიც მიმდინარეობს ამ მონაწილეების წინააღმდეგ და მართალია თუმცა ადმინისტრაცია არ ეთანხმება და საერთოდ გამქრალია ადმინისტრაცია ამ ცენტრის რომელსაც პირველ რიგში გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტიც კი არსებობს რომელიც ამ შემთხვევაში უნდა უზრუნველყოფდეს ამ ინფორმაციის პერმანენტულ ასე ვთქვათ მუდმივ გავრცელებას საზოგადოებისთვის. ეხლა რა არის ასევე რაც ფარული საფრთხეა, ეხლა ხედავთ ყველანი დალეწილ სახეებს, სისხლს ხო, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და რაზეც მე დავწერე პოსტი, იმიტომ რომ განგაში ასატეხი. ეხლა ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ ეს არ არის ერთი დღე, როდესაც რაღაცის გამო მოხდა შეცდომა და შეცდომით გამოიყენეს ასეთი მე ვიტყოდი ახალი ტიპის იარაღი დემონსტრანტების წინააღმდეგ, აი გაუმგონებლობა ხდება აქ რაღაცა ქიმიის ასე ვთქვათ გაკვეთილებს იტარებენ თუ მაგალითად დაგისახელებ ეს არის იგივე ორი საშუალებაა ხო დაშლის ეს არის წყლის ჭავლი და ეს არის ცრემსადენი გაზი არასწორი სახელია ეს არის ფხვნილი რომელიც შეიძლება გაიფრქვეს ან წყალში გაიხსნას და მცირე რაოდენობის წყალში და არა იმ ავზებში რომელიც შემდეგ უკვე წნევით ხდება უკვე დაშლა დემონსტრანტების. ესეთი პრაქტიკა ფაქტიურად ეს არის ახალი იარაღი შექმნილი, რომლის პროგნოზირება თუ რა შედეგებს გამოიწვევს, ნამდვილად არავინ არ იცის. მათ შორის არც ძალოვანმა სტრუქტურებმა არც აღმოჩნდა, რომ არც საერთოდ აზზე არ არის, არც ჯანდაცვის სამინისტრო და საერთოდ ხმას არ იღებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილება მისი, ხო, იმიტომ რომ არ საერთოდ ამაზე წარმოდგენაც კი არა და ეს ამიტომ ეს არის არაპროგნოზირებადი, არარეგულირებადი და თვითონ ის ადამიანები, ვინც ამას იყენებენ, თვითონ არიან ამის დარტყმის ქვეშ, თუნდაც ის რობოკოპები, თუნდაც სამართალ დამცველები ვერ გავიგე, მაგრამ ისინი გაცილებით ნაკლებად, იმიტომ რომ ისინი დაცულები არიან, ისინი შეიარაღებულები არიან. გაცილებით მძიმე სიტუაცია გვაქვს აი დიდ რაოდენობასთან ადამიანებისა, როდესაც ამას იყენებ არა ურჩი პატარა ჯგუფის წინააღმდეგ, როგორც უნდა იყოს გამოყენებული ეს საშუალებები, არამედ იყენებ 100,000 და 200,000 ადამიანის წინააღმდეგ, ეს უკვე სრულიად სხვა სურათს ქმნის, თვისობრივად სხვას. ვინაიდან ამ ადამიანებში იმის ალბათობა, რომ იქნება ისეთი ადამიანი, რომელსაც ბრონქული ასთმა აქვს, რომელსაც ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება აქვს, რომელსაც რაღაცა გულის პათოლოგია აქვს. იქ მძიმე შედეგის მიღება არის გაცილებით უფრო მაღალი ალბათური, ვიდრე თქვათ ძლიერი ადამიანის, რომელიც წინააღმდეგობას უწევს. ეს საშუალებები უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა საშუალებები ამოიწურა და გამოიყენება ძალიან ურჩი რეზისტენტული ჯგუფის მიმართ და არა ასეთი მასიური გამოყენება, ეს სრულიად ცვლის სურათს და მეორე, ანუ ისეთი მეთოდების გამოყენება დამიზნებით გამოსროლა ამ ჭურვების რუსთაველის თეატრიდან მე თვითონ ვარ შემწრე როგორ ისროდნენ. სად არის ამის შედეგების ანალიზი, რა შეიძლება მოყვეს, არ არსებობს. არაპროგნოზირებადია. ამიტომ ჩვენი ექიმების მოთხოვნა საერთოდ შეწყდეს ქიმიური ნივთიერებების გამოყენება, ვინაიდან ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები ვერ ერკვევიან ან სპეციალურად არღვევენ ამ წესებს და არღვევენ არა ერთ დღეს, მაგალითად მოხდა შეცდომა, არამედ ეს ხორციელდება ყოველ დღე. ეს არის დანაშაული. ასევე დანაშაულია ამ საშუალებების გაფრქვევა დახშულ სივრცეებში და ჩვენ ვხედავთ რომ ეს სიფრქვევა სადარბაზოებში ასევე არის იმის მონაცემები რომ ის გაიფრქვა ასევე იმ სამარშრუტო საშუალებებში რომელსაც პოლიცია ეწერა თუ არ ეწერა ანუ სადაც ათავსებდნენ დაკავებულ ადამიანებს და პირდაპირ შესხურება ხდებოდა შიგნით ამ საშუალებების იქ ისედაც დალეწილი ადამიანები არიან, მათი სასუნთქი ისედაც შეშუპებულია და კიდევ ვამატებთ ამ დიდი კონცენტრაციით გროვდება აქ და ნებისმიერ სახელმძღვანელოში ამ საშუალებების გამოყენების პირველივე გვერდზე წერია, რომ
ძალიან მძიმე შედეგები იქნება, თუ კი ეს საშუალებები არასწორად იქნება გამოყენებული. აი მათ შორის მაგალითად სამარშრუტო ტაქსში შესხურებული ეს ნივთიერება არის ფაქტიურად გაზის კამერა, რომელსაც ფაქტიურად ფაშისტები იყენებდნენ და შესაბამისად გვაქვს საშუალება სიცოცხლის მოსპობის ცდელობასთან. ეს არის დანაშაული, რომელსაც ჩვენ უყურებთ ლაივშიც, ტელევიზორიდანაც და ამის უამრავი დასტური არის. ქურთუკები, რომლებიც დასველებულია ამ წყლის ჭავლით, წითელია, ვინაიდან მასში შერეულია ეგრეთ წოდებული წიწაკის სპრეი. ესეც მიეკუთვნება ამ ლაკრიმატორების ჯგუფს, ანუ ცრემლდენის საშუალებების ჯგუფია. ისიც არ შეიძლება ასე იქნას გამოყენებული და არა და ამის დასტურია, ხო? ჭურვები, რომლებიც ყრია ქუჩაში, ისინი ყოველდღიურად უნდა იქნას აკრეფილი, იგივე საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ამას უნდა ყოველდღიურად აკეთებდეს, რასაც ვხედავთ, რომ არ კეთდება, ხო? და თქვენ რაიმე ხომ არ გაქვთ თქვა ექიმებს, რომლებიც ხედავთ ამ საპოლიციო საშუალებების გამოყენების პროპორციულობასთან დაკავშირებით კონკრეტულ დარღვევებს, პრობლემებს, რომ რაიმე თქვა ერთობლივი ინიციატივით მიმართოთ შესაბამის უწყებებს, რაიმე ხომ არ მზადდება ასეთი ტიპის ინიციატივა? დიახ, ჩვენ აქ წარმოდგენილი ვართ არა როგორც ინდივიდები, არამედ როგორც ბევრი სამედიცინო ასოციაციების წარმომადგენლები ვართ. მიმართვა, რასაკვირველია, პეტიციაც არის ვებზე, ყველაფერი ქვეყნდება, ასევე ეს მიმდინარე აქციების ფონზე თუ მანამდეც ჰქონდათ მიმართვა? ადრეც იყო სხვა აქციების დროს, მაგრამ ეხლა რაც ხდება, ეს თვისობრივად განსხვავებულია, დამიჯერეთ. ანუ ყოველდღიურად ამის გამეორება, წინა დღის დარჩენილ დაბინძურებას ემატება შემდგომი დღის, კიდევ შემდგომი დღის და ყველა, ვინც თქვათ იქ გასულა, თქვათ თქვენს, ასე ვთქვათ, ოპერატორებსაც შეგიძლიათ კითხოთ და ჟურნალისტებს, ყველას ფაქტიურად აცემინებს, ახველებს, იმიტომ რომ ამის დეკონტამინაცია არ ხდება. ანუ ჩვენ კი არ ვხედავთ რაღაცა განცხადების დონეზე არ აკეთებენ, არამედ ქმედებებიც არ მოყვება ამას, ხო? აქ უნდა იყოს მასიური განათლება მოსახლეობისაც და მათ შორის ძალოვანი სტრუქტურებისაც, თუ რა ზიანი შეიძლება მოიტანოს. თვითონ ამ ძალოვან სტრუქტურებს ვეკითხები უღირთის ხელფასი, რომ თვითონვე მოიწამლონ ამ ნივთიერებებით. იცით თქვენ საერთოდ უხილავია ეს, ხო, ვერ ხედავთ რა ზიანი მოაქვს თუნდაც თქვენთვის. ის აფარებული თქვენი ნიღბები არ დაგიცავთ ამისგან. პირობას ვდებ, მაგრამ გაცილებით ძიმე სიტუაცია, იგივე იმ ადამიანების შემთხვევაში იქ არ არიან მხოლოდ თქვა ძალღონით სავსე ახალგაზრდები, არამედ იქ არიან ისეთი ადამიანები, ვისაც ქრონიკული დაავადებებია, ბავშვები არიან და ასე შემდეგ. პირდაპირ იწყებ დარბევას ამდენი ხალხის ის და თან ეს არის აქცია, რომლის დროსაც არანაირი აგრესია არ არის. ეხლა ძალიან დიდი ბოდიში და არ დაიწყოთ პიროტექნიკაზე საუბარი, იმიტომ რომ ეს უკვე სასაცილოა შედარებისთვისაც კი პროპორციულია თუ არა. ეს ჩვენ გვაქვს ფაქტიურად ქიმიური იარაღთან საქმე. შედარებისთვის შეიძლება კი ეს თემა, მაგრამ ზოგადად დიდი ბოდიში ეს არის აგორებული, რომ აი ესენი პიროტექნიკას ხო იყენებენ. პიროტექნიკაზე უამრავი რამ დაიწერა ადრეც და არავის არასოდეს არ გაუმახვილებია ყურადღება, რაც ახალ წელს ხდება და ასე შემდეგ. ეს საერთოდ შეუძლებელია, რომ ერთმანეთს შეადარო პიროტექნიკა და ეს ქიმიური საშუალებები, რომელიც გამოიყენება ასე წესების დარღვევით და ყველასთან მიმართავ საზოგადოებას არც ამოიღოთ საერთოდ ხმა ამათ შედარებასთან დაკავშირებით. აქ პროპორციულობაზე არ არის საქმე. აქ არის პირდაპირ დანაშაული, რომელსაც უყურებთ ჩვენ ძალოვანი სტრუქტურების მიერ ჩადენილი აი მაშინ მოსახლეობის წინააღმდეგ. როგორი არის, აი თქვა სახალხო დამცველმა რამდენჯერმე გავრცელა განცხადება, რომ თქვა იყოს გამოყენებული პოლიციური საშუალებები ინდივიდუალურად იმ ჯგუფების მისამართით, სადაც თქვა საიდანაც სამართალდამცავები თქვა ხედავენ მათი აზრით კანონდარღვევის შემთხვევებს. ანუ სად არის გამოსავალი დამცველის მოწოდება არ უნდა იყოს. აქ უნდა ჩაერთოს სხვა სტრუქტურებიც. რატო არიან გაჩუმებულები? ჯანდაცვის სამინისტრო რატოა გაჩუმებული და ასაუბრობს ძალოვან სტრუქტურებთან? ეს ხო ერთ მასთან დასკვნე, ხო? რატომ გვიწევს ჩვენ ექიმებს, რომლებიც ხედავთ უკვე შედეგებს ამის ატეხვა, ვინ ჩახედული ვართ ხო საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემებზე და ვიცით
მაგალითად მე ამერიკაში და საფრანგეთში მუშაობდი ასევე და იქ ხედავ ძალიან კარგად და ბატონ არეზო მახსენდა გაფიცვები ყველგანაა განსაკუთრებით საფრანგეთში, მაგრამ ასეთი არაცივილიზებული გამოყენება ამ საშუალებების ზუსტად კი ბატონო დამცველსაც ვეთანხმები, მაგრამ ეს უწერია პირველ გვერდზე ამ ძალოვან სტრუქტურებს უნდა ასწავლოთ, ხო, პირველ რიგში, პირველივე გვერდზე წერია, რომ რა შედეგები შეიძლება მოიტანოს, მათ შორის არა მარტო მაშინ 15-30 წუთის განმავლობაში, როდესაც თითქოს ეს ნივთიერებები ძირითადად მოქმედებენ, მაგრამ შემდეგ უკვე შეიძლება ამას მოყვეს ფილტვის შეშუპება მაგალითად. ფილტვის პერმანენტული ან მუდმივი დაზიანება, რომელიც წლების განმავლობაში ასე ვთქვათ, განუსაზღვრელი დროით რჩება. თვალის დაზიანება, გლაუკომის განვითარება, რომელსაც სიბრმავემდე შეიძლება მივიყვანოთ. ესენი ყველაფერი წინ გველის, ხო, ეს ამას შევაფასებთ. საზოგადოების ჯანდაცვის პრობლემები შუქდებოდა ძალიან ინტენსიურად, ხო? მე ძალიან ხშირად ვიყავი თქვენს არხზე, როდესაც პანდემია იყო, ხო? იგივენაირი, კიდევ უფრო მეტი ასე ვთქვათ, პრობლემის საჭირო საზოგადოების აუცილებლად და ეს მუდმივად უნდა ხდებოდეს, რასაც ამ დღეების განმავლობაში ფაქტიურად სიჩუმეა რა ამ საკითხზე. ანუ ამიტომაც გვიწევს, იმიტომ რომ ჩვენი პროფესიული პატიოსნება არ გვაძლევს საშუალებას, რომ არ მოვიღოთ ხმა. ჩვენ განა მართლა რა ეხარე მართლა რევოლუციონერები ხო არა ვართ, არა? ეს ამდენი ხალხი ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელიც ვითხოვთ უბრალოდ ევროპულ გზას, ხო კი ბატონო, არ ეთანხმები შენ და მიყავს რუსეთისკენ, ეს არ ნიშნავს, რომ შენი მოსახლეობა უნდა მოწამლო, უნდა დაამტრიო, ძვლებში გადაამტრიო და ასე შემდეგ. ეს დაუშვებელი საქციელია, რომელსაც რაღაცა დროს მოყვება ძალიან მძიმე სასამართლო პროცესები და ყველა დაისჯება, რასაკვირველია, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ ეხლა ავიცილოთ მაქსიმალურად შევამციროთ ზიანი, რომელიც არის ეხლა მიმართული არის პირდაპირ დაზიანებისკენ ჩვენი მოსახლეობის და რა დააშავა საქართველოს მოსახლეობა, რატო უნდა იყოს ჯერ დაზიანება, დაზარალება, დამტვრევა, მოწამვლა და ასე შემდეგ, რისი გულისთვის ამიხსნას ვინმე, ან დამიჯდეს ვინმე, მაგალითად იგივე სამინისტროდან, ან თუნდაც ვიწევ მაგალითად პაატა იმნაძეს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან დებატებში, რომ რა გააკეთა მან ამ დღეების განმავლობაში იმისთვის, რომ გაეკეთებინა პრევენცია აი ამ სიტუაციის და არავისთან ინფორმაცია არ მისულა, დარწმუნებული ვარ, რომ ერთმანეთშიც კი არ საუბრობენ ამ რაღაცა შიშის გამო, რომ ვიღაცამ რაღაცაზე ვთქვათ დასაჯოს, ან ვიღაცაზე მიიტანს იქ და როგორც ჩანს ერთმანეთისაც ეშინიათ. ამიტომ ისინი უნდა დასხდნენ, თუ გნებავთ შეუერთდება საზოგადოების წარმომადგენლები, ექიმების ასოციაციები და დავსახოთ ის გეგმა, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზარალი მიადგეს ჩვენს მოსახლეობას. ეს არის ჩვენი აღშფოთების და აი ხმამაღალი განცხადების ძირითადი მიზეზი, მეტი არაფერი. მარიამ დალოქიშვილი, განათლების ექსპერტი შემოგვიერთება. მაშინ თქვენი სფეროს მიხედვით დავსვამ შეკითხვას, ვნახეთ, რომ ამ პროტესტში მონაწილეობდნენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები, იყვნენ თქვა სკოლებიდანაც შეუერთდნენ პროტესტს, რასაც სხვათა შორის აზრთა სხვადასხვაობაც მოხდა. როგორ გესახებათ შემდგომში პროცესების განვითარება, გაგრძელდება თუ არა პროტესტი, აი თუნდაც ბოლო 2 დღის განმავლობაში გამართული აქციების მიხედვით, რომ ვიმსჯელოთ, გარკვეულწილად პოლიტიკოსებიც ამბობენ, რომ შესაძლოა მუხტი ისეთი აღარ არის, როგორიც იყო პირველ დღეებში. კარგი. პირველ რიგში ფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ და ეს აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ძალაუფლება გულისხმობს პასუხისგებლობას და ძალიან ბევრი საუბარია განათლებაზე ვისაუბროთ, ჯანდაცვაზე ვისაუბროთ, რაღაც აი ბატონებმა რაც ბრძანეს, ჩემთვის ძალიან სიმპტომურია ის როგორ მიემართება მიმდინარე მოვლენებს ძალაუფლება. და ძალიან სიმპტომურია ის, რომ როგორც დუმს ჯანდაცვის სამინისტრო, ზუსტად ისე დუმს განათლების სამინისტრო. იმაზე, რაზეც უნდა საუბრობდეს. და არ საუბრობს, ხო, მაგრამ იმუქრება, ახალისებს დასმენას
და ყველანაირი მის ხელთ არსებული ხარაგაში გამოიხატება, მექნება ამაზეც აუცილებლად ყველაფერს განმარტავ. რაც თქვი, ხო, იმის მაგივრად რომ ისაუბროს იმაზე, მაგალითად, თუ რამდენად მიუღებელი უნდა იყოს წესით განათლების სამინისტროსთვის ის რასაც ჩვენ ხედავთ ქუჩებში, როგორ უსწორდებიან ახალგაზრდებს, როგორ შეესწნენ იმ დღეს მე ეს კადრები არასდროს არ დამავიწყდება, აი თუნდაც პოლიციის მიმართება, ხო, მეტროში რო შეყვა პოლიცია, ეს შეშინებული ახალგაზრდები რო ახტებოდნენ მეტროს ჯებირს ღიმილით რო იჩეჩავდნენ ხრებს, თითქოს საფუძველი არ ქონდათ ამ ახალგაზრდებს რო შეშინებოდათ და მეორე დღეს იმ ჯებირებზეც გადაყვნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ამ ადამიანებს. ეს ერთი. მეორე, რის მაგალითად ძლევს განათლების სამინისტრო დილის 9 საათზე ჭავჭავაძეზე ამ ახალგაზრდებს რო დაძდევს და მე ძალიან ბევრი მოსწავლე ვიცი, ვინც გაჩერებაზე იდგა, კადრებიც ვნახე. ამას რო უყურებდნენ, პოლიცია როგორ მისდევს ახალგაზრდებს, სრულიად შეუიარაღებელ ღამენათევ ახალგაზრდებს. და აუცილებლად ესეც უნდა ითქვას, აი დიდი მადლობა თქვენ ამის ხაზგასმისთვის, მთელი დღე ამას ვიმეორებ, რომ და ძალიან ბევრი ბრიფინგი მოვისმინე ჩვენი მთავრობის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ითქვას, რომ ხალხის პასუხისმგებლობა და ხელისუფლების პასუხისმგებლობას შორის ჩვენ ტოლობის ნიშანს ვერ დავსვავთ, იმიტომ რომ ვისაც აქვს ძალაუფლება, მისი პასუხისმგებლობა ბევრად უფრო დიდია და ეს ვრცელდება სამინისტროებზეც, მათ შორის განათლების სამინისტროზე. ეხლა რაც შეეხება განათლების სამინისტროს, დღეს მოგეხსენებათ, რომ მოძრაობას ქართული განათლება საფრთხეშია ჰქონდა საპროტესტო აქცია განათლების სამინისტროსთან, სადაც ვაპროტესტებდით ამ დუმილს და სამინისტროს სხვადასხვა ქმედებას რომლითაც ის ცდილობს, რომ პარტიული კონტროლი განახორციელოს განათლებაზე, სკოლებზე, ბაღებზე. დარწმუნებული ვარ, იმედი მაქვს, რომ გააშუქეთ ის თუ არ გაგიშუქებიათ, აუცილებლად ვიტყვი ამას. ხო, აი შემზარავი ხმოვანი ჩანაწერები, როგორ ემუქრებოდნენ ბაღის აღზრდელებს, რომ აქციაზე გაიყვანათ, ან ხმა მიეცათ, ეს ერთი. მეორე, ვთქვათ, კვლევა მაქვს ჩატარებული კვლევა მასწავლებლებთან ზუსტად პარტიულ კონტროლზე და ერთ-ერთმა მასწავლებელმა თქვა, რომ არასდროს ეს ფრაზა არ დამავიწყება მძულ სკოლაში მისვლა, იმიტომ რომ მთავრობას პარტიულ დეკორაციებად ყავართ ქცეული, რომ ბატარონ ღონისძიებებზე და ეს მასწავლებელი, რომელიც თავის თავს განიცდის როგორც პარტიულ დეკორაციად, ხო? ან ამას სისტემა არ უნდა ახალისებდეს. ეს მეორე, ხო? და მუხარის საკითხიც ვახსენე და დასმენის წახალისება ამ ცხელხას გულისხმობ, რომელიც განათლების სამინისტრომ შექმნა, ხო? იმის მაგივრად, რომ ესაუბრა ძალიან მნიშვნელოვან პრობლემაზე, ამ ძალადობაზე თავისი აზრი გამოეთქვა, ხო? და ძალიან ბევრ მაგალითს ხედავთ ჩვენ, ხო, ძალიან და ამას შედეგებიც მოყვება, რა თქმა უნდა, ხო? მე მესმის, რომ სამინისტრო დუმილს ამჯობინებს, მაგრამ პარალელურად ამას ჩვენ ყოველდღიურობაზე გავლენა აქვს, იმ სამუშაოზე აქვს გავლენა, რომელსაც ჩვენ წევთ, ხო, სტუდენტებთან ყოველდღიურ საქმიანობაში. დღეს ექემაც აღიარა, ასე ვთქვათ, განცხადება გააკეთა, რომ ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის წევრობიდან ამოიღეს საქართველო. შემდეგ განმარტებაც მოვისმინეთ. კი ბატონო, განმარტებაც მოვისმინეთ. შეფასდა 11 სტანდარტით თუ არ ვწდები, ხა ეს მაყურებლისთვის რომ იყოს. ხო, ძალიან მნიშვნელოვანი ის ითქვას, რომ ექემ დაადასტურა ეს, რომ ჩვენ რეესტრიდან ამოგვიღეს და მეორე რა საფრთხეს ქმნის? ეს და ხო, ექეს განცხადება თითქოს ისეთი იყო, თითქოს დიდი არაფერი არ შეცვლილა და ძალიან დიდი ამბავი, ძალიან დიდი პრობლემაა, რაც მოხდა, იმიტომ რომ ეს ართულებს ჩვენი დიპლომების აღიარებას. კი, ექეს უწერია იმ კი ბატონო, ექეს უწერია იმ განცხადებაში, რომ მანამდეც ხდებოდა ჩვენი დიპლომების აღიარება, მაგრამ არ უწერია ის, რომ ძალიან პრობლემური იყო ამ დიპლომების აღიარება და ამ რეესტრში ყოფნა ეს ამბავი ძალიან გაადვილა. მათ შორის კიდევ უფრო პრობლემური იყო კერძო უნივერსიტეტების დიპლომების აღიარება. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, ასევე რაც ვთქვათ, რის გამო ამოიღეს საქართველოს ამ ჩვენ ამ რეესტრიდან, ხო? ეს გამჭვირვალეობის და
ობიექტურობის კრიტერიუმებია ის, რაშიც ჩვენ არ გვაქვს შეფასება დროებითი გადაწყვეტილება მე მინდა მაინც მაყურებელს ცალმხრივი რომ არ იყოს ინფორმაცია ვუთხრა რომ განათლების ხარისხის ცენტრი ამბობს რომ გარკვეულწილად 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე მიიღეს რეგისტრაციის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილება და იმედოვნებენ რომ ეს ხარვეზი უკვე აღმოფხვრეს და იმედოვნებენ რომ გადაწყვეტილება ამის შემდეგაც ეკეს ძალიან ბევრი პრობლემური გადაწყვეტილება ქონდა რომლებიც ობიექტურობას და გამჭვირვალეობას აყენებს კითხვაშნიშნის ქვეშ და ის რაც მათ აღმოფხვრეს რაზეც ეკეს საუბრობს ეს არ არის მხოლოდ ერთადერთი პრობლემა რის გამოც ამ კრიტერიუმით მიიღო გადაწყვეტილება საბჭომ რეესტრის წევრებიდან ამოღების შესახებ. მათ შორის აი მახსენდება გაზაფხულის პროტესტის დროს ეკეს განცხადება, რომელიც ასევე მუქარის შემცველი იყო უმაღლესი სასწავლებლების მიმართ და კიდევ ერთხელ მინდა დიდი პატივისცემა და მადლობა გამოუცხადო ეკეს იმ თანამშრომლებს, ვინც ძალიან ღირსეულად გაემიჯნა მაშინ იმ მუქარის შემცველ განცხადებას, ხო? ამიტომ ამას შედეგებიც აქვს და ამ შედეგებს ჩვენ უკვე აწყოში ვხედავთ. ეს ისახება ჩვენ ჯანმრთელობაზეც, ჩვენი განათლების ევროპულ მომავალზეც და საერთოდ ქვეყნის მომავალზე, ჩვენი ყველას მომავალზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, რომ თქვენს ეთერშიც და სხვა ეთერშიც ეს ხმა ისმოდეს, სათანადოდ ისმოდეს. რადგან მაინც ეს თემა სკოლებთან დაკავშირებითაც რომ გავაკეთოთ, ერთი მხრივ გასაგებია მასწავლებლები, პედაგოგები, მაგრამ აქ იყო ასევე ეს არაერთგვაროვანი რეაქციები მოვისმენთ ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა უწყების მხრიდან არასრულწლოვნების შესაძლო ჩართულობასთან დაკავშირებით და ნუ შემდეგ კი პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ ასეთი ტიპის მოწოდება არ ყოფილა. ანუ თქვენი როგორც განათლების ექსპერტის შეფასება როგორია, რამდენად გამართლებული არის მიმდინარე პროტესტში სკოლის მოსწავლეების ჩართვაც. მე ვეთანხმები, მეც ვფიქრობ, რომ მოწოდება არ ყოფილა. და მოწოდებაზე ვფიქრობ, რომ ვერ ვილაპარაკებ, თუმცა ვფიქრობ, რომ მოსწავლეებიც ამ ყველაფერს უყურებენ და მათაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავისი აზრი კონდეთ. და მათ შორის დარწმუნებულია, რომ გაკვეთილებზეც მსჯელობენ. ჩემი მეგობრის შვილებიც მეკითხებიან, აგერ რას ვფიქრობ და როგორ ვფიქრობ, დარწმუნებულია, რომ მათაც აინტერესებთ და მათაც აქვთ თავისი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით და მათ შორის ჩვენ რას ემსახურება სკოლაც მოქალაქის გაზრდას და ვფიქრობ, რომ მოსწავლეებსაც თავისი აზრი უნდა ქონდეთ რაღაცასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მოწოდებაზე, რა თქმა უნდა, ამიტომ მოწოდების გარეშე, თუმცა ვფიქრობ, რომ მოსწავლეებსაც შეუძლიათ თავისი აზრის გამოხატვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მგონია. მათ შორის აქციაზე გასვლითაც. როგორ აქციაზე გასვლით გააჩნია. მე ვფიქრობ, რომ მოსწავლეებსაც, მასწავლებლებსაც, ბაღის აღმზრდელებსაც, რექტორებსაც შეუძლიათ თავისი აზრის ქონა და ამ აზრის გამოხატვა. მასე ვფიქრობ. და ვფიქრობ, რომ სიტყვის კი ნამდვილად სიტყვის თავისუფლება ნახეთ როგორ არის არასრულწლოვნები შეიძლება გადიოდნენ აქციაზე, შეიძლება მშობლებთან ერთად გადიოდნენ, შეიძლება სკოლის ეზოში აკეთებდნენ ამ აქციას, ხო? ანუ სხვადასხვა ვერსიები არსებობს. ამიტომ ერთი მნიშვნელოვანი პასუხს ამაზე თქვენ ჩემგან ვერ მიიღებთ. ჩემი პასუხი არის ამაზე, რომ ყველას აქვს თავისი აზრის ქონის და ამ აზრის გამოხატვის უფლება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და სკოლაც ამას უნდა ემსახურებოდეს, რომ ადამიანებმა მოახერხონ აზრი გაიჩინონ და ეს აზრი გადმოსცენ თავისუფლად. აქ იყო განცხადებები საპასუხო, რომ ეს არის პოლიტიზირების მცდელობა საგანმანათლებლო, როგორც უმაღლესი, ასევე სასკოლო დაწესებულებების. ჩემთვის პოლიტიზირება და პოლიტიზირებაზე ეს ცალმხრივი საუბარი საერთოდ ძალიან მიუღებელია, იმიტომ რომ არ ვიცი რამდენად მაქვს ამისი დრო, მაგრამ მთელი ჩვენი ესე იგი ეს სისტემის მანკიერება რაც არის ის, რომ ცდილობს სკოლა, ბაღი ჩაითრიოს უმაღლესები ჩაითრიოს ამ პოლიტიკურ პროცესებში, აგიტაციაში, პროპაგანდაში და ასე შემდეგ. მათ შორის საარჩევნო უბნების სკოლაში გახსნით, მასწავლებლების პარტიულ დეკორაციებად ტარებით და ასე შემდეგ. ამიტომ თქვათ პოლიტიზირებაზე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში სამინისტრო ამ მიმართულებით უნდა დაფიქრდეს. თუმცა რა თქმა უნდა, მოსწავლეებისთვის მოწოდების მომხრე არ ვარ და მოწოდება არც ყოფილა. ერთს ჩავამატებდი, აქ გაჟღერდა და ძალიან ნიშანდობლივია, რომ მომიტინგეებში არიან კომაროველები,
და ასე ვთქვათ პარლამენტში არიან წერა-კითხვის უცოდინრები, უსმინეთ ამ ბავშვებს, არა მარტო კომაროველებზე გვაქვს საქმე, მაგრამ ეს არიან დასრულებული ადამიანები, რომლებსაც აქვს გაცილებით უფრო ფართო ხედვა, ვიდრე ძალიან ბევრ პოლიტიკოს, რომელიც ეხლა მათ ებრძვის და რასაკვირველია, ეხლა ეს დროებითია და ის მომავალი თაობა, რომელიც ესეთი ბრწყინვალე თაობა გვყავს, რასაკვირველია, მათი გამარჯვებით დამთავრდება. უბრალოდ ჩვენი ამოცანაა, რომ აქამდე მივიდეთ ძალიან მინიმალური ზიანით და ამაში რაც უფრო ადრე მოეგება გონს ის მოძალადე მხარე, მით უფრო კარგი იქნება ყველასთვის, მათ შორის პირველ რიგში მათთვის. ახლა სოფო კილასონია, ხელოვნებად მცოდნე. დღეს ჩვენ ნახეთ, უბრალოდ დღეს არ უკვე ბოლო დღეებია, ბოლო რამდენიმე დღეა უკვე კულტურის სფეროშიც დაიწყო ეს საპროტესტო პროცესები, ბოლო რამდენიმე დღეაო მითხარით, ხო. არ გეწყინოთ თამთა, მაგრამ ძალიან ვცდებით. 2 წელია მუდმივად არის საპროტესტო. დაზუსტებს 28 ნოემბრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. კი ბატონო, დაზუსტება სწორია. 28 ნოემბრის გადაწყვეტილება იყო უპრეცედენტოდ რთული. სასაუბროთ კი ბატონო, მოსულები და ამ კონტექსტში ვისაუბრე და დავაზუსტე. ბოლო რამდენიმე დღე ვხედავთ, რომ ეს პროტესტმა გადაინაცვლა კულტურის სფეროშიც, თეატრებში იყო დღეს, თეატრების თქვა მიმართობით ფეხით მსვლელობები იყო, ითხოვს მსახიობთა ნაწილი ხელმძღვანელობისგან